მაინტერესებთ, რატომ არ შეუძლია ზოგ ადამიანს თქვას არა. ძალიან ბევრი კლიენტი მყავდა ამ ბოლო დროს, ვისაც სწორედ ეს პრობლემა აწუხებდა. ამისთვის არ მოსულან, მაგრამ გამოიკვეთა, რომ არ შეუძლიათ არას თქმა და როდესაც ჩავყევით და გავიაზრეთ, აღმოჩნდა, რომ მათ სწორედ იმიტომ არ შეუძლიათ არას თქმა, რომ ეშინიათ საპასუხო რეაქციის, ეშინიათ არ აწყენინონ სხვას ახლობელ ადამიანებს, არ გააბრაზონ, არ გაუცრუონ იმედები და გაამართლონ მათი იმედები. ეშინიათ არას თქმა, იმიტომ რომ არ სურთ დამნაშავედ იგრძნონ თავი. ეშინიათ არას თქმა, იმიტომ რომ თუ კი ისინი დამნაშავედ იგრძნობენ თავს, თუ კი საპასუხო რეაქცია იქნება კრიტიკა, რომ ისინი არ არიან საკმარისად კარგები, რომ არ ეხმარებიან ახლობელ ადამიანებს, არ არიან მზრუნველები, კეთილი ადამიანები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ისინი თავს ძალიან სულად იგრძნობენ. თუდაც სიტყვით არ უთხრან ეს, ან სახეზე გამოეხატოთ წყენა, ან იმედგაცრუება, მსგავსი ემოცია მეორე მხრიდან, აუცილებლად ეს ადამიანები ძალიან დამნაშავედ იგრძნობენ თავს და ძალიან არ უნდათ ეს. კიდევ და კიდევ თუ დაუკვირდებით, რატომ არ უნდათ ეს, ხომ? ახლა ვის სიამოვნებს, როდესაც სხვას წყინს ან გაბრაზებულია. მაგრამ აქ საუბარია იმაზე, როდესაც რაღაც გაკეთება არ შემიძლია, არ მინდა. ბოლო ჩემი რესურსი უნდა ჩავდო ამ ყველაფერში, რომ ეს გამომივიდეს და გავაკეთო და მე მაინც ვერ ვიძახი არას, ხო? ამაზეა საუბარი, თორე იმაზე არ არის საუბარი, რომ არ უნდა დავეხმაროთ მეგობარს, ახლობელს, ან არ უნდა ვიზრუნოთ და ასე შემდეგ, მაგრამ მე ვსაუბრობ იმ ტენდენციაზე, იმ ადამიანებზე, რომელსაც აქვს ტენდენცია, რომ ყოველთვის დაეთანხმონ და გაჰყვნენ ადამიანებს რაღაც გასაკეთებლად, შესასრულებლად, თუ რა ვიცი, ასე შემდეგ, ხო? არ შეუძლიათ მოკლედ რომ ვთქვათ არას თქმა. და რატომ, ხო? თუ დავფიქრდებით, ეს ადამიანები, ასე ვთქვათ, განიცდიან დაბალ თვითშეფასებას, აქვთ საკუთარი თავის პატივისცემის პრობლემა, აქვთ საკუთარი თავის ღირებულების პრობლემა, ხო? და დამოკიდებულები არიან სხვების შეფასებებზე, ვინ რა სიტყვის მასზე, ვინ როგორ შეაფასებს მის ქმედებას და ასე ვთქვათ, ყველა სენსორი გაღვიძებული აქვთ იმისათვის, რომ დააფიქსირონ ვინ რას ფიქრობს მასზე, ვინ რას ამბობს, ვის რა გამომეტყველება აქვს და ასე შემდეგ. ნუ ადამიანებს ვურჩევდი, რომ იმუშაონ საკუთარ თავზე, საკუთარ თვითშეფასებაზე, საკუთარი თავი იპოვონ და თვითონ შეაფასონ საკუთარი თავი, ხო? არ სჭირდებათ არავის დასტური იმაზე, საკმარისად კარგები არიან თუ არა ისინი.